Multifунქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა გურჯაანში გრძელდება. 9 აპრილის ქუჩაზე ევროპული ტიპის შენობა სპორტის რამდენიმე სახეობაზეა გათვლილი. მათ შორის ჭიდაობისა და კრივისთვის. პროექტი გარდამავალია 2 ეტაპად განხორციელდება და 2025 წელს დასრულდება. ახალი სპორტ კომპლექსის მშენებლობას 9 აპრილზე მიმდინარეობს გეგმაგრაფიკით, საკმაოდ ისეთ ტემპებში მიმდინარეობს. ათვისების ნაწილში კარგად არიან, ითვისებენ წლევანდელ თანხებს, თანაც არის გეგმაგრაფიკში ზიან და არ ირღვევა. ვნახოთ სავარაუდოდ ჩვენ მემრის ამ დროს როგორც დაგეგმილი გვაქვს, ალბათ იმ დროისთვის დავამთავრებთ სპორტ კომპლექსის მშენებლობას. მეორე სპორტ კომპლექსის მშენებლობა გამოიწვია იმან, რომ არის თანამედროვე პროექტით, იქნება რამოდენიმე განყოფილება ჭიდაობის მიმართულებით, ხოლო ძველ სპორტ კომპლექსში, რომელიც დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს, ანუ ძველი სპორტ კომპლექსი პირობითად ასე უწოდოთ, იქ დარჩება საცურაო დარბაზი, კალათბურთის შევიყვანეთ კალათბურთსები და იცით თქვენ რომ კალათბურთს საკმაოდ ისეთი წარმატებები აქვს. ხელშეწყობა გვაქვს ახლა ამჟამად, მაგრამ ფაქტიურად დარბაზი ახლა სოფელ ვეჯინშია. არ არის მასშტაბურად დიდი, რომ მასიურად ბევრი ბავშვები დაიტვირთენ. ახალი დარბაზის შემდეგ იმ ხელა დარბაზი იქნება, რომ ორივე რინგი აიწყობა. გვაქვს გურჯაანის სპორტული განყოფილების ბაზაზე არის 2 ოლიმპიური რინგი, რომელიც იმ ხელა მოცულობის არის, რომ ჩვენ დარბაზში ვერ იწყობა. ახალ დარბაზის შემთხვევაში იმ ხელა პარტია და იმ ხელა ტერიტორია გამოიყოფა, რომ ორივე რინგი აიწყობა, დატვირთვაც მეტი იქნება, ბავშვებიც მეტი იყვნენ და ძალიან დიდი ეს იქნება ეფექტი, ორი რინგზე მუშაობა ბავშვებისთვის უფრო მეტი წარმატებულები იქნებიან და რინგი ამდენად საჭიროა, როგორც ახლა მაგალითად მოცურავი საუზი არ აქონდეს და წყალი არა.